ვთქვათ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მოწყობის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების კონსტიტუციურობის საკითხს. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ეს არ არის კონსტიტუციით დადგენილი ნორმის დარღვევა, ხოლო მოპასუხე მხარეც, მოსარჩენე მხარეც ცდილობს, რომ დაადასტუროს, რომ ჩვენ მათი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება შევზღუდეთ. პარლამენტმა მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამ ცვლილებების თანახმად მოქმედ სამეურვეო საბჭოს შეუჩერეს უფლებამოსილება დაუტოვეს ახლა ეს არეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და სამომავლოდ ცდილობენ შეუწყვეტონ უფლებამოსილებას სრულად ახალი წევრების არჩევასთან ერთად. ჩვენ დღეს სწორედ ამ ნაწილს ვასაჩივრებთ კანონის. ეს არის ძალიან პრინციპული დავა. არა იმისათვის, რომ კონკრეტულად განსაზღვროთ თუ რამდენად მართებულია რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღეს მოქმედი საბჭოს წევრები შეიძლება უფუნქციოდ დარჩენენ თუ ამოქმედება კანონის ნორმა და უკვე ახალი საბჭო აირჩევა, არამედ თავად პრეცედენტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება.